ის რომ ბრძოლის ბელი შეიძლება იყოს უსამართლო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე უნდა გავიქცეთ. არადასწორად ბრძოლის ველიდან გაქცევად ფასდება ის გეგმა, რომელიც გიორგი გახარიას აქვს. პოზიცია ასეთია: ქართული ოცნების ყოფილი პრემიერი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. პოლიტპატიმრების რიცხვის ზრდის მიუხედავად გახარიას რიტორიკაში ცვლილება არაა. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ივანიშვილის ექს-პრემიერს ისევ ივანიშვილის იმედი აქვს. მე მაქვს იმედი, რომ ოცნება გონს მოეგება და კონკურენტულ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. და თუ ჩაატარა კონკურენტთა სამართლიანი არჩევნები, თქვენ უბრალოდ აი მაგალითად ციფრებში ჩაიხედეთ. გაყალბებული არჩევნებიც კი ოპოზიციამ თბილისში, რუსთავში, ბათუმში ყველგან მოუგოცნებას. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. ვემზადებით ნიშნავს იმას, რომ ვემზადებით მონაწილეობის მისაღება. მესმის, რომ არჩევნები გაყალბდა ბოლო არჩევნები, მესმის, რომ არჩევნები იდეალური ვერ იქნება, მესმის, რომ ბევრი მაგრამ არის, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერი მაგრამის, ჩვენ არჩევნების გარდა სხვა გზას ხელისუფლების ცვლილების ვერ ხედავთ. სინდისის პატიმრების არსებობა გახარიას პარტიისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ არის. მეტიც, ამ მოცემულობას ისინი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებენ და ვარაუდობენ, თუ მუნიციპალურ არჩევნებში რამდენიმე ქალაქს მოიგებენ, ამით ოცნება სერიოზულ დარტყმას მიიღებს. თვითმმართველობის არჩევნები არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამითი რამე ლეგიტიმაციას ვაძლევს პარლამენტი არის კოდარი, ეს არის ცოცხალი, ეს არის კოდარის სხეული, პოლიტიკური სხეული, რომელსაც არაფერი არ უშველის გარდა ახალი არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებით შესაძლებელია გარკვეული დოზით ხელისუფლების გარკვეული ბერკეტები გამოიგლიჯოს ქართულ ოცნებას. ეს არის თეორიული შანსი, ეს თეორიული შანსის გამოყენების გარკვეული ვალდებულება გვაქვს. როდესაც შესაძლოა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ დაპატიმრებულები და სინდისის განსაკუთრებით. ამ ფონზე განსაკუთრებით, თორე თუ კარგად იქნა ყველაფერი, მაშინ ავტომატურად სხვანაირი მოცემულობა. თუ გამოუშვეს, თუ არ რეგარში ჩაატარეს, მაშინ კითხვებიც იხსნება. იმ შემთხვევაში, თუ არაფერს არ აკეთებს, ჩვენ რა გვჭება? ამ გვჭება ქუჩაში აქციები და გავაძლევოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში და პოლიტიკურ პროცესში ვეცადოთ, რომ გამოგვლიჯოთ ცალკეული ერთეული მუნიციპალიტეტები. ბუნდოვანია ლელოს პოზიცია. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდი გზავნილს არ ცვლის და ისევ ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ნებისმიერი დისკუსია სასარგებლო მხოლოდ რეჟიმისთვისაა. არადა არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა კი პარტიებს აგვისტოს დასაწყისში ეწურებათ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი კოალიციის რიგებში მიმდინარეობს მსჯელობა და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ ამას საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ პატიმრების არსებობის ფონზე, იმ აქტიური პოლიტიკური დევნის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის ფაქტობრივად გაუქმების მცდელობის ფონზე, მედიაზე იერიშის ფონზე, რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად უნდა იქნას აწონდაწონილი და საზოგადოებისთვის უნდა იქნას შეთავაზებული სრული სურათი თუ მონაწილეობა ან ბოიკოტი რა ფორმით გაგრძელდება იმისათვის, რომ ხალხმა დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც ეპიზოდური გადაწყვეტილება და ეს არის უფრო დიდი მასშტაბური ბრძოლის ნაწილი. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს მიხეილ სააკაშვილის პარტია. პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ის ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობით შედეგებს მიაღწევს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები აინტერესებთ. არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ ის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალ გარემოში, არა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არა ამ სუსით, არა ამ პროპაგანდით, ამ ცესკოთი და არა თავისუფალი და არა სამართლიანი გარემოთი და მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ლიდერი უნდა იყოს გარეთ თავისუფლებაზე, შესაძლებლობა ქონდეს კამპანიაში იყოს ჩართული და კიდე ბევრი სხვა ასეთი კრიტერიუმი. მაშინ შეიძლება იყოს რაღაც საუბარი უკვე არჩევნებზე, მაგრამ როდესაც ამას მიაღწევ, არჩევნები თავისთავად მოდის. ივანიშვილის ხაფანგში, როგორც თავად უწოდებენ, არ შედის კოალიცია ცვლილებისთვის. მეტიც ამ გაერთიანების გეგმა არა მხოლოდ არჩევნებზე უარი, არამედ განიხილება პროცესის ჩაშლის გეგმაც კი, რაც ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია მათ შორის ჩვენს ხედვებში განსხვავებებიც ვაჩვენოთ, მაგრამ მთავარ ფუნდამენტურ საკითხებზე იმისთვის, რომ საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს გარკვეული საკითხის გარშემო, რისი წარმატებული მაგალითიც გვაქვს, როგორც აღნიშნე რუსული კანონის პროტესტების დროს და ქვეყნის გარეთ არჩევნების გაყალბებული არჩევნების შემდეგ პერიოდში, რაც არის სანქციების გამომწვევი მიზეზი, ოპოზიციის წარმატებული მუშაობის და ერთობლივი გზავნილების, სწორედ ამიტომ გვჭირდება შეთანხმება, რომ აქედან გამომდინარე ვაწარმოოთ ისეთი კამპანია, რომელიც ქართულ ოცნებას არ ჩაატარებინებს ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს.
პროტესტისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ბიძინა ივანიშვილი დიალოგს არავისთან აპირებს. პროცესი კიდევ უფრო მეტ შიხში შეყავს. ივანიშვილის წარმომადგენლები იმის ილუზიას ქმნიან, რომ პროდესალური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა მათ არ ადარდებთ. სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ ვიციან, რომ არიან აბსოლუტურად აღობული. რავისთვის, მათ შორის არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას. არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში წასვლას, თუ იქნება ქართული ოცნების წესებითა და манипуляციის ქვეშ. ეს წინააღმდეგობრივი პლატფორმის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც მან პარლამენტთან გააკეთა. ზურაბიშვილის აზრით, შესაძლებელია ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებაც. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ რაღაცა ეჭვებს და ჭორაობას. აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები მთელი არმია მოვამზადოთ აქა და დღესვე ეს უკვე უნდა დაწყებული იყოს.